Telecompanija იმედის დარბევა და ზეწოლა წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამჯერად ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენებით ინტერესდება დღეს კომისიის წევრების შეკითხვებს იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ უპასუხა. მან ვრცლად ისაუბრა თუ როდის დაიძაბა ნაციონალურ მოძრაობასა და იმედის მფლობელს შორის ურთიერთობა და როდიდან გახდა ოპოზიციური ტელეკომპანია წინა მთავრობის მხრიდან შეტევის სამიზნე, რასაც პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული სხვა აქტივების მმართველი ჯგუფის შევიწროება მოხდა. დასახელდა კონკრეტული ფაქტები, მათ შორის სანდრო გირგვლიანის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი. ირაკლი რუხაძე მის ყოფილი მაღალჩინოსნებიც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით ტელევიზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პირადად იღებდნენ და სხვადასხვა გარიგებას თავაზობდნენ. იმედის მფლობელის მონაყოლის მიხედვით ზეწოლა ბიზნესმენის აქტივების დასაკუთრების მიზნით ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში შეჭრა ბიზნესზე რეკეტის საკუთრებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები. დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ბადრი პატარკაციშვილის შევიწროების კონკრეტული მაგალითები ქრონოლოგიურად გაიხსენა. რუხაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება 2006 წლიდან დაიწყო. მიზეზი კი ბადრი პატარკაციშვილის სახლის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები იყო, რომელშიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ღამეს იმ მანქანის გადაადგილება ჩანს, რომლითაც სანდრო გირგვლიანი შარდენის ქუჩიდან ოქროყანის სასაფლაოზე წაიყვანეს. იმედის მფლობელის თქმით, წინა ხელისუფლება სურდა ეს კადრები იმედის ეთერში არ გასულიყო და ბადრი პატარკაციშვილის და იმედის ხელმძღვანელობის დარწმუნებას გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სხვა პირები ცდილობდნენ. საბოლოოდ იმედმა კადრები აჩვენა და იმ დღიდან ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის შევიწროება დაიწყო. როგორც რუხაძე იხსენებს, 1 წლის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ტელეკომპანია იმედის საქართველოს რკინიგზაში გაცვლაზე შეთანხმდნენ. თუმცა მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზების გამო შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა და დაპირისპირებამ პიკს 2007 წლის 7 ნოემბრის ღამეს მიაღწია, როდესაც რუხაძის განმარტებით სპეცრაზმი იმედში შეიჭრა, ტექნიკა დალეცა, სიგნალი გათიშა და თანამშრომლებს, მათ შორის ორსულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, იმედი რეალურ მფლობელს ჩამოართვეს, რის შემდეგაც ჯერ ჯოზეფ კეის, შემდეგ კი გიორგი არველაძეს გადასცეს. ჩემთვის დილა 7 ნოემბრის დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით. საღამოს უკვე შევადენ იმედში, მე მივედი იმედში, მაგრამ არ შემიშვეს და სანამ მე ამ ჩხუბობდი შევეშვით, როგორც სამთხოვს საბჭოს წევრი, ამასობაში დაგვიშინეს რეზინის წყვილები და მე უკვე იქ ყველაფერი აირია და ჩვენ იმის მერე იმედში, იმედე მე უკვე ხალხი გამოყარეს, ჩვენ იმედში კაი ხნის განმავლობაში არ შევსულოთ. იმედში დალეწეს აპარატურა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ თანამშრომლებს, მათ შორის ფეხბურთის ქალი იყო, ამერიკელი გენერალური დირექტორი ყავდა ნიუსკორპის წარმომადგენელი, მას ჩვენ ნიუსკორპთან ქონდა პარტნიორობა მერდოკის კომპანიასთან. და ეთქვა ამ კაცს ვერ გაუბედეს ტელეფონის წართვება, რა თქმა უნდა, ყველას დაანჩენეს დაულეწეს ტელეფონები წაართვეს, სანამ მერდოკი იყო, მივახციეთ იმას, რომ შეგუშვეს იმედში. დადიოდნენ ამერიკის საელჩოში ბატონი ნიკა გვარამია, რომელსაც ეხა მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად და უმტკიცებდა ამერიკის საელჩო, მე ვარ დასაჭერი. იმედი ისედავებუნია, რომ მისი მფლობელი ვითომ გიორგი არველაძე თვალით არ მინახია, სამ გასაღები არ მოგვცა დილას. მოლაპარაკება მიდიოდა გიგი უგულავასთან, რომელიც დარბოდა სააკაშვილთან. ირაკლი რუხაძის განმარტებით მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში ერეკლე კოდუას შეხვდა და პატარკაციშვილმა მათი საუბარი ფარულად ჩაწერა. იმედის მფლობელის ინფორმაციით ბადრი პატარკაციშვილი გიორგი თარგამაძისგან ამ ჩანაწერის იმედის ეთერში გაშვებას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით თარგამაძე ყოყმანობდა და საბოლოოდ დამონტაჟებული ფარული აუდიო ჩანაწერი სხვა ტელევიზიის ეთერში გავიდა. ფარული ჩანაწერის შინაარსით უკმაყოფილო იმედის თანამშრომლების ნაწილმა ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. იმედის დაბრუნებიდან ძალიან მალე დავით კოდუა, ერეკლე კოდუა ჩავიდა დავითის ძმა იმაში, რა ქვია, ლონდონში და შეხვდა ბადრი პატარკაციშვილს. ბადრი მითხრა, რომ წადიო იმედშიო და გიორგი თარგამაძის უთხარიო, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩაუგდეო, იმას რატო არ აჩვენებსო. პასუხი იყო, აუ ირაკლი, აი მოდიო რა, ეხლა ძალიან დაკავებული ვარ და საღამოსო მოდიო და ერთად შევხედოთო, იმიტომ რომ მე ეჭვმაქო შეხედაო შენს მეტყვიო, რომ არა ვარ დაწმებული, ეს ეხლა ისე დრო უნდა ვაჩვენოთო. საღამოდე მოხდა ის, რომ რუსთავი ორმა აჩვენა, უკვე ეს დამონტაჟებული და აბსოლუტურად ბადრის სიტყვები. საღამოს უკვე განცხადება იყო გაკეთებული იმედის ნიუსის ჯგუფის, რომ ამ
რაც მათ ნახეს რუსთავიოში, ამის შემდეგ მათ მუშაობა აღარ შეეძლოთ იმედში, ფაქტობრივად იმედი დაიხურა და რაღაც ამბავში მე თუ მკითხავ, ბადრი ამ მოკლა, ალბათ აი ამან მოკლა. მან უღალატა ბადრი პატარკაციშვილი. გიორგი თარგამაძემ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილი და ამის სანაცვლოდ მას მიცეს ფული და ჩამოაყალიბებინეს ფსევდო ოპოზიციური პარტია ქრისტიან დემოკრატები. ამან მოკლაო რას გულისხმობს? ამ დღის მერე გიორგი თარგამაძე მისმა გუნდმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ არ აქვს მორალური უფლება და პროფესიონალური და ასე შემდეგ, რომ იმუშაონ იმედზე და იმედი ამით დაიხურა. და მერე ინგა გრიგოლიას ამის მერე იმედში აღარ შესულა 2012 წლამდე. ბევრი ფული გადაუხადეს და სასწავლებლად გაუშვეს. ესენი მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ ინგა გრიგოლია ყოველ შემთხვევაში და ბევრი ეს ხალხით ჩვენთან ერთად დადიოდნენ საელჩოებს რაღაცებს დავდიოდ ინგა იქ მონაწილეობდა ყოველთვის. ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ტელეკომპანია იმედის მფლობელის განმარტებით, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ წინა ხელისუფლებამ ოჯახს იმედი და ფაქტობრივად ყველა აქტივი წაართვა და საკუთრების დასაბრუნებლად ოჯახი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებდა. ირაკლი რუხაძის თქმით, ბიზნესის რეკეტში და ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ერეკლე კოდუა, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და სხვა პირები ფიგურირებდნენ. კომისიის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი რუხაძემ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან საუბრის დეტალებიც გაიხსენა. რუხაძის თქმით, 2008 წლის ზაფხულში კეზერაშვილი პატარკაციშვილის მეუღლისგან ინა გუდავაძისგან იმედთან დაკავშირებული სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას და კომპანია ბორჯომის წილების მისი მეგობრისთვის გადაფორმებას ითხოვდა. იმედის მფლობელის თქმით, კეზერაშვილს უარი უთხრეს, მეორე დღეს კი ირაკლი რუხაძეს მანქანა აუფეთქეს. ამ ფაქტს რუხაძე კეზერაშვილს უკავშირებს. ბადეს სიკვდილის მერე როცა ჩვენ გვეგონა რომ შეგვეშვებიან ახლა და მარტო იმედი უნდათ სულ გააფთენ და მე წავიდა უკვე ჩვენი აქტივების წართმევა და მე თხოვეს შეხვედრა გიგი უგულავამ თხოვე შევხვდეთო და რომ მივიდი დამხლა კეზერაშვილი და კეზერაშვილმა მითხრა რომ იმედზეო ქალბატონმა ინამო შეწყვიტოსო ბრძოლაო ბადის პატარკაშვილის მეუღლე და შენო ჩემ მეგობარს გადაუფორმე ბორჯომით $15 მილიონ თუ იმ დროს უკვე ბორჯომში $85 მილიონ მეტი ქონა დაბანდებული იმედზე მე თქვი ინას დაველაპარაკები და მისი გადაწყვეტლება და მაგრამ აბსოლუტურად დაწმენებული ვარ უას გეტყვით ხო ბრძოლა არ გააგრძელოს და ბორჯომზე აგე მეგეუნები უას ხო შანსი არ არის გავაკეთოთ ხო დატონა გადავაფორმო და ბევრი თუ მეტი გაგახდილი და ბევრი თუ მეტი ღირს ეს კომპანია თქო მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა ჩემი ოფისის წინ გამოუძიებია თუ გამოიძიებდა ვერ გახსნეს არ ვიცი რა იყო თუმცა ჩვენ ადამიანის სურათიც მივეცით ყველაფერი და ვინც ააფეთქა და ჩემთვის ეს იყო გაფრთხილება იმიტომ წინა დღეს უარი უთხარი თავდაცვის მინისტრს აქვე ბორჯომის გადაფორმებაზე როდესაც უგულავამ მერმა მიგიწვიათ და იქ დაგახვედრათ თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი. თავდაცვის მინისტრი რო დაინახეთ და ბიზნესზე დაგიწყოთ საუბარი გადმომიფორმეო. არ გაგიკვირდათ? არ გამიკვირდა, იმიტომ რომ სააკაშვილის თავრობაში პოზიცია მაინც არაფერს არ ნიშნავდა. ყავდა გიგა ბოკერია რომელიც ვიღაცის მოადგილე იყო სადღაც ყოველთვის მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა შენ ოღონდ ბადეს გადაუდექი და გინდა შენ წაიღე მარტო და გინდა შენ და შენმა პარტნიორებმა სალფორდში წაიღეთ ყველაფერს თქვენ გაგატანთ რაც ქონდა და ეს ლაპარაკები სულ იყო როგორც ირაკლი რუხაძე ამბობს ნაციონალური მოძრაობის დროს ბიზნესზე ზეწოლა ტოტალური კონტროლი და ელიტარული კორუფცია ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო მისი თქმით წინა ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამო პატარკაციშვილის ოჯახს წმინდის პარკი ჩამოართვეს, სტანდარტ ბანკი გაყიდეს და დინამო თბილისი სიმბოლურ ფასად დაათმობინეს. იმედის მფლობელმა აქცენტი 2011 წელს ლონდონში გამართული შეხვედრის დეტალებზეც გააკეთა. როგორც ირაკლი რუხაძე იხსენებს, გიგი უგულავა, თინა ბურჯალიანი და კახა დამენია ლონდონში ჩავიდნენ და ხელი აქტივების დაბრუნების შეთანხმებაზე მოაწერინეს. თუმცა მისი თქმით, პატარკაციშვილის ოჯახმა იმედიც და სხვა აქტივებიც რეალურად ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიბრუნა. 2012 წლის ზაფხულში მერაბიშვილმა შეკრიბა ბიზნესმენები, მე იქ არ მეძახდნენ, არ ვიყავი სანდო ადამიანი. სადაც გამოაცხადა ჩვენი ეკონომიკური პრობლემები არის თქვენი ბრალი და აწი სახელმწიფო თქვენ ბიზნესების შემოვა და იქედან დაიწყებს მართვაც რომ ეს აქვე პრობლემები რაც აქვს ეკონომიკური საქართველოს ის გამოიყვანოთ. ტოტალური კონტროლი იყო ბიზნესის. ეს არ იყო, იცი მარტო ის მერაბიშვილი და ადეიშვილი იყო პისისხლიანები. არა, ეს იყო ერთი ჯგუფი. ხან ციხეში ცემით
გათმევდნენ, ხან რეისში გაყინვით გათმევდნენ, მე ყავდათ ეს ქალბატონები, რომლებიც ქუსლებზე და კაი ინგლისურით ფასადს უქმნიდნენ, რომ ციხეში რა ხდებოდა და ხალხს ამტოვებდნენ, ბეჭებში ეტეხავდნენ, ისო არ ენახათ ქალბატონი კალმახელიძე და ვიღაცები, რომლებიც უცხოელებს უქმნიდნენ იმით, რომ ეხა ამ ხალხის ხელში როგორ შეიძლება გამეცუდი ხდა. იმ ეპიზოდს მინდა დავუბრუნდე მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის. იქ, როდესაც მივიდნენ სპეცდანიშნულების რაზმი, მერიის თანამშრომლებიც იყვნენ, როგორც თქვენ აღნიშნეთ და. მე დაგვაწიეს წერილი, სადაც ეწერა, თუ რაღაც ხომ მოიფიქრებინა, და თურმე არ ქონდა გადახდილი, რაღაცა ერთ-ერთი რაღაც ამ 6 თვეს შეერთებით ვიხდიდი ჯიჯარის გადასახადს. რა თქმა უნდა გადახდილი ქონდა, წინსრებით ქონდა გადახდილი. დინამო თბილისის გადაცემა მოგვიწია 1 ლარა თუ 1 დოლარად. სხვა ჯგუფისთვის მხოლოდ იმიტომ რომ გუნდი დაგვინგრიეს. სტანდარტ ბანკში რა უნდათ? გიორგი ქადაგიძე ეხლა მოძღრავს და იმაზე ლაპარაკობს ეკონომიკის განვითარებაზე და იმის ბიზნესის თავისუფლებაზე და იმას მედია თავისუფლებაზე. გიორგი ქადაგიძე დამინიშნეს დროებით მართველად. სტანდარტ ბანკში. და ასაკეთებდა დროებითი მართველი, რომელიც მართოს ბანკი. ურეკავდა ჩემ დეპოზიტებზე დეპოზიტები გაიტანეთო. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ამტკიცებდა, რომ ცუდი ბანკი იყო და რატო შემოიყვანეს და უამრავი მაგალითია. გამოვიზა და თქვა თყვილია და მოუყვან ხალხს, რომელიც იტყვის, ვისაც დაურეკეს. იმედის საქმის ხელახალი გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომელშიც იმედში შეჭრის პარალელურად 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ბადრი პატარკაციშვილის წილების დათმობის ეპიზოდებიც გაერთიანდა. 5 ყოფილ მაღალჩინოსანს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს საგამოძიებო უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.